პირველი არხი. წარმოგიდგენთ. საღამომშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. გადაიზრდება თუ არა პოლიტიკური პროცესები დიალოგში ოპოზიცია ხელისუფლებასთან შეხვედრას და ხელისუფლების არგუმენტების მოსმენას არ გამორიცხავს. თუმცა ოპოზიციის ლიდერებისთვის ამზადყოფნის მიუხედავად მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა უცვლელია. ლიდერები ამბობენ, რომ მათი პოზიცია ესაუბრონ ხელისუფლებას ერთიანია, თუმცა ზოგიერთ მათგანს ამ შეხვედრაზე დასწრება არ სურს. ჯერჯერობით უცნობია რა ფორმატში ან როდის შედგება შეხვედრა დაპირისპირებულ მხარეებს შორის. დიალოგი და კიდევ ერთი თემა ჩვენს დღევანდელ გადაცემაში მოწოდება პოლიტიკურ პარტიებს გარე საფრთხეების აღსაკვეთად გაერთიანებისკენ. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. კონსულტაციები ევროკავშირის შუამავლობით საპროტესტო გამოსვლების პარალელურად. გახდება თუ არა დიალოგი აქციების ალტერნატივა, ვინ და რა პირობებით თანხმდება პრეზიდენტთან შეხვედრას. დღეს პოლიტიკურ დღესასრიგში რა თქმა უნდა დგას ავადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხი, მაგრამ შეხვედრის შემთხვევაში ბუნებრივია ჩვენ მოვისმენთ რა წინადადებები აქვს ხელისუფლებას. 30 და 40 კაციან ფორმატში შეხვედრა შესაძლოა არც ღირდეს, მაგრამ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებმაც უკვე განაცხადეს, რომ მათ ნამდვილად სურთ და დაბეჭდებით მოითხოვენ, რომ იყვნენ ამ შეხვედრაზე. დიალოგზე ეხლა უნდათ გამოყენება საცოდავის სევნების არავის. იმედი მაქვს, რომ დღესასწაულები, რომელიც ახლოვდება, არ გამოდგება მხოლოდ დასვენებისთვის და ამ შიდ პერიოდს ყველა ძალა გამოიყენებს იმისთვის, რომ მიმდინარე მოვლენები პოლიტიკურ პროცესებში გადაიზარდოს. შეხვედრით შევხვდებით, ეს უნდა იყოს მედიისთვის ცნობილი, ჩვენ დღის წესრიგში არის ერთი საკითხი. რა ფორმატით და ვისი მონაწილეობით შეიძლება შედგეს დიალოგი, ოპოზიციის მოთხოვნები და ხელისუფლების პასუხი. რამდენიმე წუთში დავით უსუფაშვილი, შოთა მალაშხია პირველი თემის სტუდიაში. დემოკრატიული პარტიის ახალი ინიციატივა გაერთიანდება თუ არა ქართული პოლიტიკური სპექტრი გარე საფრთხეებთან საბრძოლოდ. ფელიერი უნდა გაერთიანდეს ერთადერთი იდეის, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან შესაძლო აგრესიის შესაჩერება. ნებისმიერი ქმედება განცხადება, რომელიც მიმართული იქნება, ასე ვთქვათ, ოკუპაციის დაძლევისაკენ, ჩვენ მხრიდან იქნება ჩვენ მივესალმებით. საუბარია ქვეყნის დაცვას, მოსალოდნელი აგრესიისგან და საფრთხეებისგან, ამ შემთხვევაში გამორიცხული. პირველი თემა კუაპირდაპირ ეთერშია ჩვენი სტუდიის, ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახვალთ ალიანსის საქართველოსათვის თანათავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი. საღამომშვიდობის ბატონ დავით. მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში სტუმრობისათვის. ბატონ დავით, შეიძლება თუ არა დღეს იმის თქმა, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია არის მზად დიალოგის დასაწყებად? დღევანდელ შეხვედრას ამ საკითხში რაიმე ცვლილება არ შეუტანია. ოპოზიცია, რომელიც 9 აპრილიდან მოყოლებული ხელმძღვანელობს ამ აქციებს, არის ერთ აზრზე, რომ ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს პირადად. ამ შეხვედრისთვის ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს ერთი საკითხი, სააკაშვილის გადადგომა, ვინაიდან თვლით, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოშია დაგროვილი, გადაწყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის დემონტაჟი, და ამ რეჟიმის დემონტაჟი შეუძლებელია თავად სააკაშვილის გადადგომის გარეშე, ვინაიდან სხვა კოსმეტიკურ ცვლილებებს არანაირი აზრი არ აქვს. ამასთანავე ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შეხვედრაზე თუ მიხეილ სააკაშვილი დაგვახვედრებს რაიმე სხვა დღის წესრიგს, ან ექნება რაიმე არგუმენტები, ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ. ეს არის ელემენტარული პრინციპი, ელემენტარულად ცივილიზებული ადამიანისთვის მოთხოვნა, რომ თუ მეორე მხარეს აქვს რაიმე სათქმელი, ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ. და შემდეგ განიხილოთ ის არგუმენტები, რა არგუმენტებს წამოაყენებს ხელისუფლება. თუ მიხეილ სააკაშვილი გვეტყვის ძალიან კაფეოდ და კონკრეტულად, რომ მან დაუშვა ძალიან სერიოზული შეცდომები, როდესაც მაგალითად პოლიცია აქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად. თუ ის იტყვის, რომ მან დაუშვა სერიოზული შეცდომა და გირგვლიანის მკვლელობის ბოლომდე გამოძიების ნაცვლად, გირგვლიანის მკვლელობის შემსრულებლებს
გაუნახევრა სასჯელი. თუ სააკაშვილი გვეტყვის, რომ დიახ, მან გასცა ბრძანება ვალერი გელაშვილის ცემაზე, ამას ნანობს და აპირებს ამის გამოსწორებას. თუ სააკაშვილი გვეტყვის, რომ ხელისუფლების გამარტოებაც თუ შესაბამის აღიარება არ მინდა მე მისგან. ჩვენ გვინდა მან თუ გააზრებული აქვს, რომ ქვეყანა მიიყვანა კატასტროფის პირას, აი ამ არასწორი დანაშაულებრივი მოქმედებების გამო და თუ ის შემოგთავაზებს სქემას, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ცხოვრება და რისი იმედით შეიძლება ჩვენ ვენდოთ მის სიტყვას ან სხვების სიტყვას, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება და აღარ განმეორდება და წინ წავა ქვეყანა, ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ ეს, გავაცნოთ ქართულ საზოგადოებას, იმ ხალხსაც, ვინც დღეს ქუჩაშია გამოსული, იმათაც, ვინც დღეს ტელეეკრანიდან გვიყურებს და საზოგადოება განსჯის, რამდენად დამაჯერებელია, რამდენად საიმედოა ეს ნათქვამი ან ის გეგმა თუ ხედვა და მერე გადავწყვეტთ ამ საკითხებს. დღეს ჩვენ ვაცხადებთ მრავალთვიანი ანალიზის შედეგად, მრავალთვიანი დებატების და განსჯის შედეგად. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის გარეშე ეს საკითხები ვერ გვარდება, ქვეყანა ვერ უბრუნდება ნორმალური ცხოვრების რიტმს, ქვეყანა თავიდან ვერ იცილებს იმ საფრთხეებს, რომელიც აქვს ჩრდილოეთიდანაც, არამხოლოდ ჩრდილოეთიდან და ამ ყველაფრის მოსაგვარებლად საჭიროა ძალიან სწრაფად კონსტიტუციის ფარგლებში სამართლიანი დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების გზით დაწყება ქვეყნის ნორმალურ კალაპოტში გადაყვანა. მაგრამ როდესაც ხელისუფლება თქვენი მოთხოვნის პასუხად აცხადებს, რომ ის არც განიხილავს პრეზიდენტის გადადგომას და არ განიხილავს არჩევნების დანიშვნას, თუნდაც სხვადასხვა მოტივით და იმ სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ასეთი მიზეზი არის სწორედ გარესაფრთხეები, ბატონ დავით. ასეთ შემთხვევაში რასთან მივდივართ, როდესაც ოპოზიციის მოთხოვნა არის უცვლელი და ხელისუფლების პოზიციაც არის უცვლელი? ხოდით განვიხილოთ, ეს მარტივი სქემა ძალიან ლოგიკური დასკვნა აქვს. როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ მზად ვართ მოვისმინოთ სააკაშვილის არგუმენტები ან მოსაზრებები ან გეგმები, როგორ ფიქრობს ის, რომ დაიძლიოს ყველა ის პრობლემა, რაც დაგროვდა და ხალხი ცენდოს და ოპოზიციას მას და ჩვენ არ ვაყენებთ არანაირ წინაპირობას, რომ აი ეს თემა არ წამოწიო, ან ეს არ თქვა, რამდენად შეიძლება ვენდოთ იმ ხელისუფლებას, რომელიც თვითონ ამბობს, რომ არა, ეს საკითხი არ დაისვა, თორემ მაშინ არ შეგხვდებით. პასუხი ნათელია, თავისთავად ასეთი მიდგომა, რომ არსებობს თემა, რომელიც არის ტაბუ დადებული, რომელზეც საუბარი არ შეიძლება. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მხოლოდ გადადგომაზე უნდა ვესაუბროთ მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ სათქმელი ეს გვაქვს. ჩვენ ეს მოვიფიქრეთ. ჩვენ ასე ვხედავთ ქვეყნის წინსვლის გზას და საშუალებას. ჩვენ ასე მოვიფიქრეთ. თუ ჩვენ ვართ მზად მოვისმინოთ, თუ მას რაიმე სხვა გზა აქვს და თუ ეს არის დასაბუთებული და არგუმენტირებული, რატომ არ უნდა იყოს ის მზად, იმიტომ რომ ქვეყანაზეა საუბარი. აქ არ არის სააკაშვილის კერძო ცხოვრებაზე საუბარი, მის ბიზნეს თემებზე საუბარი. ალბათ ჩასკიდეთ მზად ყოფნა ბატონ დავით ხელისუფლების მხრიდან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არაერთხელ წამოვიდა შეთავაზება თავთ ხელისუფლების მხრიდან, თავდაპირველად იყო ჩამონათვალი. აი რა იყო ჩამონათვალი, მაგალითად საარჩევნო კოდექსი დავხვეწოთ იმისთვის, რომ 2013 წელს არჩევნები კარგად ჩავატაროთ. ესე იგი 4 წელი გვაცალეთ ეს ქვეყანა ბოლომდე ჩავჩეხოთ უბსკრულში და 4 წლის მერე არჩევნები რო იქნება იმისთვის დღეს საარჩევნო კოდექსი გავმართოთ. ამ საარჩევნო კოდექსზე ზუსტად 1 წლის წინ იყო სწორედ დებატები და დისკუსიები და მაშინ ჩაიდინა ხელისუფლებამ ერთ-ერთი დიდი დანაშაული ქართული ხალხის წინაშე. როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ იყო იმდენი გონიერება, რომ გაეაზრებინა, რომ საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად და ობიექტურად ჩატარებით ის შეძლებდა სიტუაციის განმუხტვას. ეს არ მიგვიყვანდა ჩვენ აგვისტოს კატასტროფამდე და არც იმ პოლიტიკურ კრიზისამდე, სადაც დღეს ვართ. ანუ დღეს გვეუბნებიან, რომ გაზაფხულზე ჩვენ კოდექსი შეგნებულად გავაფუჭეთ, ანუ არჩევნებამდე 2 თვით ადრე. ახლა ის არჩევნები, რომელიც ვადებში უნდა ჩატარდეს 4 წლის მერე როგორ გაკეთდეს, მოდი დღეს ამაზე შევთანხმდეთ, მერე წადით თქვენ სახლში, 4 წელი ჩვენ გავაგრძელებთ ამ ყველაფერს და მერე მობრძანდით და შეგიცვლით იმ კოდექსს როგორც გვინდა. ხელისუფლების მხრიდან მზადყოფნაზე ვსვამდი შეკითხვას. თავდაპირველად იყო მართლაც ჩამონათვალი გარკვეული საკითხებისა, როდესაც რასაც თქვენ ახსენეთ ერთ-ერთი, როდესაც სოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენის შედეგების აღმოფხვრა. კრიზისის დაძლევა როგორ შეიძლება იმ ხალხის მეშვეობით? ბატონ დავით, დავასრულებ შეკითხვას. ამის შემდეგ, როდესაც დაიწყო ოპოზიციის საპროტესტო აქციები და შემდეგ კიდევ არაერთხელ წამოვიდა შეთავაზება დიალოგზე ხელისუფლების მხრიდან, უკვე რამდენიმე დღეა გუშინაც 2 დღის წინაც გაკეთდა განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ისინი მზად არიან ესაუბრონ ოპოზიციას ყველა საკითხზე გარდა პრეზიდენტის გადადგომისა. არ ნიშნავს თუნდაც ეს, რომ ხელისუფლება მზად არის მოისმინოს და გაიზიაროს თქვენი არგუმენტები. შესაძლოა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები ყოველ შემთხვევაში ყველაზე ვერ ვიტყვი, შესაძლოა ხდება რაღაცებს, შესაძლოა
გონს მოდის, შესაძლოა აქციებმა, შესაძლოა ხალხმა, არ ვიცი, შესაძლოა სხვა რაიმე ფაქტორმა, ნელ-ნელა სწორ გზაზე დააყენ. ეს შესაძლოა ამას ნიშნავდეს. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სრულფასოვნად აღიქვამენ შექმნილი კრიზისის მიზეზებს და ხედავენ გამოსავალს. იმიტომ რომ როდესაც ხელისუფლება ალბათ ამის გარკვევა ასე ძნელი იქნება. ჩვენ ხომ მზად ვართ ამ შეხვედრისთვის. ჩვენ ხომ მზად ვართ ამ შეხვედრისთვის და სააკაშვილს არ ვუკრძალავთ იმ შეხვედრაზე თქვათ დასვას, მაგალითად დავით უსუფაშვილის გადადგომის საკითხი, ან რაიმე ნებისმიერი სხვა საკითხი, რაც მას მიაჩნია რომ კრიზისს გადაწყვეტს. ამიტომ მათი მხრიდან რატო უნდა იყოს ეს წინაპირობა, რომ ამ თემაზე არ დაგელაპარაკებთ და კიდევ მეორე, იმ პირობებში როდესაც ჩვენი მოთხოვნა არის არა მხოლოდ არგუმენტირებული და დასაბუთებული, არამედ ეს არის კონსტიტუციური. კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ პრეზიდენტი შეუძლია გადადგეს. მაგრამ შეუძლია გადადგეს რას ნიშნავს? ნორმალური და საღადმოაზროვნე ადამიანი, რომელიც ვერ უმკლავდება თავის ფუნქციებს, რომელიც კრიზისის მოგვარების ნაცვლად გინდ სოფლიო ეკონომიკური კრიზისი იყოს, გინდ ცხინვალის და სოხუმის თემა იყოს და რა კრიზისიც არ უნდა იყოს, თუ ამას ვერ უმკლავდება, ის უნდა წავიდეს სამსახურიდან, ის უნდა გადადგეს. ეს არის კონსტიტუციური მოთხოვნა მოქალაქეების, რომლებიც ზრუნავენ თავიანთ ქვეყანაზე. ამიტომ ამ საკითხის განხილვა და ამ საკითხის მსჯელობა აკრძალულია არ შეიძლება, ეს არის მიუღებელი პოზიცია. თუმცა პოზიციები არის განსხვავებული და ჯერჯერობით როგორც ჩანს მხარეები კატეგორიულად განან ამ პოზიციებზე. არის თუ არა ისეთი საკითხი, რომლის განხილვის ან რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაუშვათ თუ კი ხელისუფლება რომელიმე კონკრეტული საკითხის დაკმაყოფილებაზე თანხმდება ოპოზიციას. ასეთ შემთხვევაში არის თუ არა ისეთი საკითხი, რომელმაც შესაძლოა პრეზიდენტის გადადგომა ოპოზიციის უმთავრესი მოთხოვნა უკანა პლანზე გადასციოს. ჩვენ ასეთ საკითხს ვერ ვხედავთ ამ წუთისთვის. არ ამგონია რომ ასეთი საკითხი დღეს არსებობდეს, თუმცა არის საკითხები, რომელთა მოგვარების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა აი ეს მზარდი ტემპერატურა ერთი მხრივ საპროტესტო ტალღის, მეორე მხრივ ხელისუფლების მხრიდან მორიგი უგუნური ქმედებების, როდესაც პოლიციას პირდაპირ მიეცა მითითება, რომ თქვენ არაფერი გესაქმებათ იმ ტერიტორიებზე, სადაც აქციები მიმდინარეობს, და ამით ფაქტიურად ხელისუფლებამ უარი თქვა თავისი ფუნქციების შესრულებაზე გარკვეულ ტერიტორიებზე, ანუ იქ თუ რუსეთმა წაგვართვა ტერიტორიები და თავისი იურისდიქცია დაამყარა, ახლა ეს ხელისუფლება თავად ქმნის რაღაც კერებს, რომელშიც ის არ ერევა. პოლიცია არ ერევა, დასუფთავება არ ერევა, სასწრაფო არ ერევა და ასე შემდეგ. ხელისუფლებამ თავად შემოაგზავნა ის ხალხი, რომელმაც უამრავი ადამიანი დაასახიჩრეს და ცემეს და ამას მოყვა დღეს ეს უბედურება. აი ამ ესკალაციას შეაჩერებდა მაგალითად იმ ადამიანების გათავისუფლება სამსახურებიდან, ვისი ბრალითაც ხდებოდა ამ ქვეყანაში, ვისი გეგმებითაც ხდებოდა ძალიან კონკრეტული დანაშაულებები და იქნებოდა დამნაშავეთა სისტემა. მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრი, მაგალითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც ორი არჩევნები გააყალბა და მზის მშვიდად და აგრძელებს თავის საქმიანობას და გვეუბნებიან, მოდი კოდექსში რაღაცები ჩავასწოროთ და თანხმიშვილი არჩევნებს ჩაგიტარებთ და ამით რამე შეიცვლებაო. მაგალითად მედიის საკითხები. მაგალითად რუსთავი 2-ის იმედის ტელეკომპანია მზის რეალური მფლობელების საკითხების გარკვევა. ტელეკომპანია იმედის მესაკუთრის საკითხის გარკვევა და იმედის დაბრუნება თავის კანონიერი მფლობელისთვის. აი ეს საკითხები ამ საკითხებს თუ მოაგვარებდა ხელისუფლება, ამას არ ჭირდება არანაირი დიალოგი, არანაირი შეხვედრა. ეს რამე დათმობა კი არ არის, ეს არის სწორი ნაბიჯები, რომელიც წამოაყენა ეს ინიციატივა იმისათვის, რომ შეიქმნას წინაპირობა და ნდობა დიალოგისთვის. ეს იყო ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივა და სწორედ ამ საკითხთან ნუსხაში იყო ჩამოთვლილი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენება, ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება, მედია საშუალებების საკითხი და ასე შემდეგ. სამართალდამცავი სტრუქტურა ეს იქნება ძალიან კარგი საკითხი. აი ასეთ შემთხვევაში პოლიტიკურ ტემპერატურას დაწევსო თქვენ ბრძანეთ. ეს იქნება მხოლოდ მოკლე დროით თუ შესაძლებელია ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია მართლაც დროებით კონსტიტუციური ვადებით გათვალისწინებულ დრომდე არჩევნებამდე დაივიწყოს ვადამდელი არჩევნები. ეს საკითხები ცალკე ჩამონათვალია, რომელიც ყველა შემთხვევაში გასაკეთებელია. ამ ხელისუფლებას რომ კონდეს ელემენტარული კეთილგონიერება, ეს უნდა გააკეთებინა 2 წლის წინ, 1 წლის წინ, 6 თვის წინ. ანუ ადრე გაუკეთებელს თუ ეხლა გააკეთებს, ეს კარგი იქნება, იმიტომ რომ მომავალი ხელისუფლება ამას მაინც გააკეთებს. ეს ცალკე ჩამონათვალია საკითხებს, იმიტომ რომ სანამ მე და თქვენ ვსაუბრობთ, ამ ქვეყანაში ცხოვრება გრძელდება, მოქალაქეებს ჭირდებათ უსაფრთხოება, ჩვენ ჭირდება განვითარება, ინვესტიციები, ბიზნესი, ვიღაცა ავათარი, ვიღაცას ქორწილი აქვს, ცხოვრება გრძელდება. აი ამ ცხოვრების ნორმალურად გაძღოლისთვის, რაც საჭირო, ამას თუ გააკეთებს, ეს კარგი იქნება. იმიტომ რომ რაც მალე მოგვარდება ეს საკითხები, მით მალე იგრძნობს ჩვენი მოსახლეობა რაღაცა შვებას. მაგრამ რაც შეეხება ცენტრალურ საკითხს,
პოლიტიკური სისტემა და რეჟიმი, რომელიც შესაძლებელია, ეს არის ცალკე ჩამონათვალი თემების, მე უბრალოდ ვამბობ, აი ხვალ რომ ღმერთმა დაგვიფაროს და გირგულიანის მსგავსი რაღაცა ჩაიდინოს ამ ხელისუფლებამ, ხოლ შევთანხმდებით მე და თქვენ რომ ჩაიდინოს, რომ ეს კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას და გაართულებს. ამასობაში ხვალ რომ გირგულიანის საქმე ბოლომდე გამოიძიოს და დამნაშავეები დასაჯოს, ეს ხომ შეარბილებს დაპირისპირებას. ამაზეა ლაპარაკი. აქ რაღაც ერთი გადაწყვეტილებით არაფერი არ იცვლება საბოლოო ჯამში, მაგრამ რამე ხელს უწყობს რამეს თუ ხელს უშლის რამეს. ანუ თქვენ მე ისევ დავბრუნდები ამ შეკითხვას, თქვენ არაპირებთ გადახედოთ ამ საკითხს ბატონ დავით, მიუხედავად იმისა, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება. საკითხს მიხაილ სააკაშვილის გადადგომის. მიხაილ სააკაშვილის გადადგომის თაობაზე თუ გაიხსენებთ, გადადგომის კი არა, მისი პრეზიდენტად არცნობის თაობაზე ოპოზიცია საუბრობდა ჯერ კიდევ 5 იანვრის არჩევნების შემდეგ. მერე იყო პერიოდი ამ ქვეყანაში აგვისტოს მოვლენების შემდეგ, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ იმდენად მნიშვნელოვანი თემებია ახლა და გარესაფრთხე, გარემტერი, იმდენად ახლოს არის ჩვენს ქვეყანაში შემოჭრილი და ოკუპაცია მიმდინარეობს, რომ ჩვენ ვაცხადებთ მორატორიუმს პოლიტიკურ აქტიურობაზე. ახლა რა შეიცვალა ბატონ დავით მას შემდეგ? ახლა შეიცვალა ის, რომ ეს საფრთხე არის მოქცეული რაღაცა კალაპოტში. ანუ ეს საკითხი ასე თუ ისე დასტაბილირდა. ის კი არა რომ საფრთხე მოიხსნა. სწორედ იმიტომ რომ სააკაშვილმა მორიგი სისულელი არ ჩაიდინოს და კიდევ უფრო არ გაართულოს ვითარება ამ მიმართულებით, რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს ის. მე ამით რისი თქმა მინდა. სააკაშვილის გადადგომის აუცილებლობა 9 აპრილს არ გაჩენილა. ეს იყო არსებობდა თებერვალშიც, იანვარშიც, დეკემბერშიც. ამიტომ შესაძლოა ხელისუფლების კონკრეტულმა სწორმა და სერიოზულმა ნაბიჯებმა და რა ის, რასაც გვეუბნებიან, რომ შეწყალების კომისიაში წარმომადგენლების რაოდენობას გავზრდით თუ შევცვლითო და უბრალოდ სრულად არაადეკვატურ საკითხებზე საუბრობენ. ამან შესაძლოა გააჩინოს ის სივრცე, ის საშუალება, როდესაც არამხოლოდ ის ოპოზიცია, რომელიც ქუჩაში დგას ახლა და ეს ხალხი, არამედ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც ხმას ამოიღებენ. თავად ხელისუფლების შიგნით შეიძლება იყოს მოსაზრებები, რომ ასე კი არა, ასე ჯობია. მაგალითად, სააკაშვილი გადადგება, მაგრამ არა 17 აპრილს, როდესაც შესაძლოა რამე საფრთხე არსებობს, არ ვიცი, ცხინვალიდან თუ საიდანმე სხვაგან, არამედ 17 მაისს. ან სააკაშვილი ამბობს, რომ მე გადავდგები, მაგრამ ჩემი გადადგომისთანავე ხომ საპრეზიდენტო არჩევნებია ჩასატარებელი. ანუ ქვეყანაზე მოფიქრალმა ადამიანმა შეიძლება გვითხრას, რომ ჯერ საარჩევნო კოდექსში შევიტანოთ ეს ცვლილებები 2 კვირაში. CSKO-ს თავმჯდომარე შევცვალოთ, იმიტომ რომ ის არჩევნები ხო ნორმალურად უნდა ჩატარდეს. ანუ ამ თემებზე საუბრის საშუალება გაჩნდება. მაგრამ თუ კი დავუშვათ თეორიულად თუ კი მოვიაზრებთ რა შეიძლება, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ასეთი ვარაუდით რომ დავუშვათ ხელისუფლება, რომელიც არ განიხილავს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას 2013 წლამდე, მცდად არის ოპოზიციასთან დიალოგის შემდეგ შესთავაზოს პოლიტიკურ ოპონენტებს რიგი ცვლილებები, გაატაროს რადიკალური რეფორმები, საკონსტიტუციო ცვლილებები, რეალურად შეზღუდოს პრეზიდენტის უფლებამოსილება, შესთავაზოს ოპოზიციას, რაც იყო კიდე შემოთავაზება მერის პირდაპირი წესით არჩევა და დაუშვათ იქნა შემოთავაზება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების. ასეთ შემთხვევაში რას აპირებს რადიკალური ოპოზიცია? ის ხალხი, რომელიც ქუჩაშია გამოსული და ამ ღამაც აქციებში მონაწილეობს, ის ხალხიც, რომელიც სამშაბათიდან მთელი საქართველოსდან ჩამოვა თბილისში, ეს ხალხი არ არიან ჩვენი ბიძაშვილი, მამიდაშვილები ან რაღაცა ჩვენი სიყვარულით აღდგინებული ადამიანები. ესენი არიან მოქალაქეები, რომელსაც აქვთ თავიანთი მოსაზრებები და თავიანთი შეხედულებები იმაზე, რა უნდა მოხდეს. მე კიდევ ვიმეორებ, თუ ხელისუფლება დაუდასტურებს ამ ხალხს იმ ფუნდამენტური ცვლილებებით, ეს საკადრო იქნება, კონსტიტუციური იქნება და შემდეგ. და ეს ხალხი გვეტყვის, რომ შეხედეთ ხალხო, ნახეთ რა სწორად და კარგად წავიდა საქმე. შეხედეთ რა სწორი ქმედებებია განხორციელებული. ოპოზიცია ვერანაირი ძალით, ვერაფრით ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვანს. ეს 20 წელია საქართველოს უკვე არის დამოუკიდებელი და ამ 20 წელიწადში თაობა გაიზარდა. ძალიან ძნელია დღეს ვინმე წამოაგო ანკესზე, აიყოლიო, манипуლირება და ასე შემდეგ. ანუ საზოგადოებას ხალხს დაანახოს სწორი ქმედებები. ოღონდ ისკეთი ქმედებები კი არა, ასპინძაში გაზი რომ არაა შესული და გაზის ბალონიდან მოუკიდა რაღაცას, რომ აი გაზი გავაკეთე აქ. რეალური, ფუნდამენტური ცვლილებები, საკადრო ცვლილებები, სისტემური ცვლილებები, კონსტიტუციის ცვლილებები, სასამართლო გაათავისუფლოს. გვითხრას კონკრეტულად რა ხდება მედიაში. ვინ არის ის ცენზორი, რომელიც ყველა ტელევიზიაში ერთდროულად ამახინჯებს პატრიარქის გამოსვლას. აი ხო ელემენტარული საკითხებია, ფუნდამენტური საკითხებია. ეს საკითხები გააკეთოს, ეს მისი მოვალეობაა. იმ ამორჩევლების წინაშე მოვალეობა, რომელიც მას დღეს მხარს უჭერენ.
გაგვანებოს თავი ჩვენ ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას. დანარჩენი მოსახლეობისთვის გააკეთოს სწორი საქმე. და მე ის მოსახლეობა შეიძლება დანარჩენ მოსახლეობას არწმუნებს, რომ მეტი აღარაფერია საჭირო და 2013-მდე კი არა 2030-მდე იჯდეს ეს კაცი. მოდით დავუბრუნდეთ ისევ დიალოგის შესაძლებლობაზე იმ შეხვედრას, რომელიც შეიძლება შედგეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, როდის არის ნავარაუდები ასეთი შეხვედრის გამართვა, როდის შეიძლება ეს შეხვედრა შედგეს და რა ფორმატში. თავდაპირველად, როდესაც ოპოზიციის მხრიდან გაიჟღერა იმ საკითხმა, რომ შესაძლოა ისინი წავიდნენ ხელისუფლებასთან დიალოგზე გარკვეული პირობებით, გასაგებია, მაშინ ითქვა, რომ ეს შეხვედრა უნდა იყოს საჯარო, ზოგმა ახსენა, რომ ეს უნდა იყოს ღია ეთერში, ასევე იყო ნახსენები, რომ საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირები უნდა დაესწრონ ასეთ შეხვედრას. ამჟამად რა ფორმატს განიხილავს ოპოზიცია? ისევ და ისევ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მონაწილეობით არის სრულად შეჯერებული პოზიცია. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს შეხვედრა თუ იქნება, უნდა იყოს უშუალოდ მიხეილ სააკაშვილთან, პირველი. მეორე, ეს შეხვედრა უნდა იყოს საჯარო და ღია და ამაში ჩვენ გულისხმობთ ასეთ რამეს. ამ შეხვედრის ადგილი, დრო, ხანგრძლივობა, მონაწილე პირთა ჩამონათვალი უნდა იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის. ამ შეხვედრის ფაქტის გადაღება და გაშუქება უნდა შეეძლოს ყველა ტელევიზიას. ამ შეხვედრის შემდგომ მოსაზრებები შეხვედრის მონაწილეთა უნდა მიეწოდოს საზოგადოებას. ესაა ღიაობა და საჯაროობა შეხვედრის. ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რომ თქვენთან აგერ პირდაპირ ეთერში დაждდეს მიხეილ სააკაშვილი, დავждეთ ჩვენ აქ. ეს არც იქნება ალბათ პროდუქტიული ბატონო. ეს სხვა რამეა, ეს არის დებატები საარჩევნო პერიოდში, რო ენებებინა მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ მზად ვიყავით ამისთვის გასული საპრეზიდენტო არჩევნების დროს. აქ საქმე ეხება არ ვაჭარბებ და არც მინდა დრამატიზება გავაკეთო ვითარების და არ მინდა ისედაც შეშფოთებული მოსახლეობას კიდე დაუმატო რაღაცა თქვა საფუძველი შეშფოთების, მაგრამ ამასობაში ჩვენ რეალურად უნდა გავუსწოროთ თვალი ვითარებას. რა ხდება დღეს ქვეყანაში? ქვეყანა იმყოფება ყოფნა აყოფნის ზღვარზე. და ეს საფრთხე მოდის როგორც გარედან, რუსეთიდან და რუსეთის პოლიტიკიდან, ასევე ქვეყანა იმყოფება იმ ზღვარზე, როდესაც სამოქალაქო დაპირისპირება შეიძლება უკონტროლო გახდეს. მაშინ როდესაც პოლიცია უარს ამბობს მოქალაქეების დაცვაზე, აქ არის ბუნებრივი რეაქცია და დღეს იყო რამოდენიმე გამოხმაურება საქართველოს მოქალაქეების. ასეთი საფრთხე ქვეყანაში შიდა დაპირისპირებისა, ბატონ დავით, ალბათ მთელი პოლიტიკური სპექტრის პასუხისმგებლობა იკვეთება ამ შემთხვევაში. სწორედ ამაზე ლაპარაკი, მე ამას ვსაუბრობ, რომ ასეთ თემებზე საუბარი ხელისუფლებასთან ღია ეთერში და ყველა საკითხის განხილვა და ვთქვათ, გამოტანა არ იქნებოდა სწორედ, ამიტომ ჩვენ დებატებს არ ვთავაზობთ მას. ჩვენ ვსაუბრობთ შეხვედრაზე, რომელსაც კარგი იქნება თუ დაესწრებიან საზოგადოების წარმომადგენლები, ანუ პოლიტიკურად მიუკერძოებელი ჩვენი მოქალაქეები და იქნება ოპოზიციის ლიდერების პოზიცია ამ საკითხზე ბატონ დავით. ამ პოზიციაზე შეხვედრის ფორმატზე, შეხვედრის დღის წესრიგის თაობაზე, ამ ყველაფერზე არის სრული თანხმობა იმ ხალხს შორის, რომელიც ზოგიერთ ლიდერს არ სურს ხელისუფლებას შეხვედრა. ეს ცალკე თემაა. შესაძლოა რაღაცა მეც არ მსურდეს, მაგრამ თვლიდე რომ ეს საჭირო და სწორია. ანუ მე ჩემი თავი იქ ვერ დავინახო, მაგრამ სწორია. ამაში ჩვენ არ ვართ ერთი პოლიტიკური პარტია. ჩვენ არ ვართ რაღაცა ნაციონალური მოძრაობა ორი, რომლის დირექტორი სააკაშვილი მისცემს მითითებას და მე ყველა ერთნაირად ჭიკჭიკებენ. აი რადიკალური ოპოზიცია რო დაგვარქვა ჩვენ მაგალითად, არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პარლამენტარებმა, ჟურნალისტებმა, მთელი სახელმწიფო გაკონტროლებული ჟურნალისტების. და ახლა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც კი გამოდის და ამ ტერმინს ხმარობს. რატო? იმიტომ რომ დირექტორმა სააკაშვილმა მისცა მითითება, ეს ტერმინი უნდა მივაწებოთ ამ ხალხს, ასე საუბრობენ. ჩვენ ოპოზიცია არ ვართ ასეთი ნაციონალური მოძრაობა ორი. ჩვენთან არის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ მე მასთან საერთოდ საუბარი არ შემიძლია. არ შეუძლია ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვას არ შეუძლია. ლიდერებს შორის ბატონ დავით, რადიკალური ოპოზიციის წოდებას როცა აპროტესტებთ, ზოგიერთი ლიდერი არის თავის განცხადებებში ძალიან რადიკალური. აი მაგალითად, როდესაც მე ვაპროტესტებ იმას, რომ ეს ტერმინი მითითებით ხელისუფლების მხრიდან დაინერგა ორ დღეში მასმედიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებში და ყველაში. ამას ვაპროტესტებ. თავისთავად მე პრობლემა კი არ აქვს ამ ტერმინთან. მაგრამ უდავოა რომ არის ძალიან რადიკალური. მე მას გულისხმობ, რომ თავად ქვეყნის პირველი პირის გადადგომა ალბათ რადიკალური მოთხოვნაა, ბატონ დავით. არა, ერთი რამ მინდა უბრალოდ, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიციის ლიდერები არიან ერთიანი იმაში, რომ უნდა შედგეს ასეთი დიალოგი, თუმცა ზოგიერთ მათგანს შეხვედრა, თუმცა ზოგიერთ მათგანს ამ შეხვედრაზე დასწრება არ სურს. თუნდაც ესეც ხომ არ მიანიშნებს ზოგიერთ ლიდერს შორის ასრთა სხვადასხვაობას, ან განსხვავებულ ხედვას. ერთ რამესაც დავაკონკრეტები, როდესაც თქვენი ალიანსის ლიდერმა ყველა ეს ლიდერი ერთი რომ იყოს,
მაშინ კაპიკია ჩვენი ფასი. როდესაც თქვენი ალიანსის ლიდერმა აქციების დაწყებიდან მეორე დღეს ახსენა დიალოგი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა, ამას მოყვა აქციის ზოგიერთი ლიდერის მხრიდან და მონაწილეების მხრიდან ძალიან მწვავე პროტესტი. ამას გულისხმობ. ლიდერების მხრიდან პროტესტს მე ვერ ვიხსენებ. აქციის მონაწილეები კიდევ გეუბნებით ღმერთმა დაგვიფაროს რომ ის 100,000 კაცი რომელიც იყო მიტინგზე, ეს იყოს ასე მართვადი, როგორც არის ნაცმოძრაობის მიერ ძალით ჩამოყვანილი ხალხი ხოლმე როცა ჩამოყავთ, რომლებიც სამსახურიდან გაგდების შიშით ვიღაცა გახსოვთ მაიანადირაძე ადგებოდა დაჯდებოდა ვის როგორ უნდა მიეცა ხმა. ჩვენ ხალხთან გვაქვს საქმე. იმ ხალხთან საუბრობთ. ზოგს ასეთი აზრი აქვს, ზოგს ისეთი აზრი. ლიდერებსაც აქვთ განსხვავებული აზრი. ბატონ დავით, თუნდაც სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლა დიალოგზე, რომ ეშმაკი აიძულებს ოპოზიციას დათანხმდეს დიალოგზე. ამბობს, რომ მე შეხვედრაში მონაწილეობას არ მივიღებ, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის ხარს უჭერს შეხვედრას, რომელიც გაიმართება ასეთი ფორმატით, ასეთი შინაარსით და ასე შემდეგ. მე არანაირად არ გდებთ თქვენ, არანაირ ბრალს და არანაირი ეჭვი არ მაქვს თქვენთან და მე ეს არაერთხელ მithქვამს თქვენი ეთერიდან, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენც შესაძლოა, მომიტევეთ ამისთვის, ხართ უნებური მსხვერპლი აი ამ PR კამპანიის, რომ ოპოზიცია არ არის ერთიანი, არის განსხვავებული და აბა რა ვქნათ, ვის ველაპარაკოთ, როგორ ველაპარაკოთ. მე თავად გეუბნებით. დღეს ამ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, არ ვიცი, შესაძლოა 3 თუ 4 ათეული პოლიტიკური პარტია და 4 თუ 5 ათეული პოლიტიკური განსხვავებული აზრი რომ იქნება ცხადია ბატონ დავით, იმიტომ რომ ოპოზიციური ეს გაერთიანება, რომელიც დღეს დგას და მართავს აქციებს თბილისის ქუჩებში, არის საკმაოდ ჭრელი და საკმაოდ მრავალფეროვანი. მე უბრალოდ ვამბობ იმას, რომ ხომ არ შეიძლება ამ აზრთა სხვადასხვაობა მომავალში გამოიწვიოს განხეთქილება ოპოზიციაში შორის. აი მაგალითად, თუ კი გარკვეული საკითხების ნუსხა შეიძლება განიხილოს ამ საუბრის რეჟიმში, შესაძლოა მაგალითად ოპოზიციის ერთი ნაწილი დათანხმდეს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და ამ საკითხების განხილვაზე მუშაობას და ნაწილი ისევ დარჩეს ქუჩაში. აი ასეთი სცენარით მოვლენების განვითარებას მე ხო პასუხს ვაგებ საკუთარ პოზიციაზე, ალიანსის პოზიციაზე. ახლა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გარკვეულმა ჯგუფმა ოპოზიციური პარტიების თუ ლიდერების არ ვიცი გააკეთა თავისი არჩევანი. დღეს ხედან იმ პარლამენტში და გაყვნენ სააკაშვილს ამ სქემაში, რომ მათი მეშვეობით სააკაშვილს მოეხერხებინა მართვადი ოპოზიციის შექმნა. ეს მათი პოზიციაა. მათ მოსახლეობა და მოქალაქეები აფასებენ, არ ვიცი, ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს, ეს მათი გადასაწყვეტია. ამიტომ მე ნუ მომთხოვთ იმას და მე არც ავიღებ ამ პასუხისმგებლობას ჩემ თავზე, რომ გითხრათ, რომ ეს ოპოზიცია ასე ავიქნებთ ჯოხს და წავა იქეთ, ჩამოვიქნებთ ჯოხს და წავა სხვაგან. უნდა შევეგუოთ, უნდა დავინახოთ, უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და აქ შეუძლებელია ყველა მოქალაქეს, რომელიც დგას ქუჩაში, კონდეს ერთი აზრი. ზოგი თვლის, რომ დგომით შეიძლება ამ საკითხების მოგვარება, ზოგი თვლის, რომ მანიფესტაციებია უფრო აქტუალური, ზოგი თვლის, რომ რეგიონებში წასვლა უფრო ადვილი და უпроსტად ეფექტური. ამ შემთხვევაში თქვენ დიალოგს შეხვედრას ხელისუფლებასთან აქციების ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილავთ თუ თანმდევ პროცესად. ამ შემთხვევაში ხელისუფლებასთან შეხვედრას და მისი არგუმენტების მოსმენა ეს არის თანმდევი პროცესი აქციების ბატონო. არ არის, აქციები გრძელდება და გაგრძელდება. თუ გაძლებაზე იქნება საქმე, ჩვენ მეც გავუძლებთ, ამაში დარწმუნებული ვარ. თუ ხელისუფლება არ უნდა დავიყვანოთ მიხეილ სააკაშვილამდე, მისი იქ ყოფნის პირობებში ეს სისტემა მონოლითი, რომელიც ამ წლების განმავლობაში არსებობდა, არის ერთი, მაგრამ მე ვთვლი და მჯერა, რომ ძალიან ბევრი საჯარო მოხელე, მაღალი დონის თუ დაბალი დონის დაინახავს და ხედავს დღესაც, რომ პრობლემის მოგვარება აუცილებელია, იმისთვის რომ გაგრძელდეს ცხოვრება, ნაციონალურმა მოძრაობამაც, როგორც პოლიტიკურმა პარტიამ, გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა. მე ამ შემთხვევაში დღეს არ ვაყენებ არანაირად ასე საკითხს, რომ ვინც დღეს ხელისუფლებაშია, აუცილებლად ყველა ან ქვეყნიდან უნდა წავიდეს, ან ციხეში უნდა წავიდეს, ამას გადაწყვეტს დამოუკიდებელი და მიუკერძობებელი სასამართლო, მათაც უნდა დაინახონ თავიანთი მომავალი, ის პატრულის თანამშრომლები, რომელსაც ასეთ დღეში აყენებს ხელისუფლება, რომ მათ ავალებს ისეთი რაღაცების გაკეთებას, რომელიც ელემენტარულად არანაირი კანონი, პოლიტიკა გადავდოთ გვერდზე, გასვენებაში მიმავალ ავტობუსებს რომ აჩერებს პატრული და ეუბნება, კი, ვიცით, რომ თქვენ სასაფლაოსკენ მიდიხართ, მაგრამ ზოგადად აკრძალული გვაქვს ხალხით სავსე ავტობუსის გადაადგილება თბილისის მასშტაბით, ამიტომ ვერ გაგიშვებთ. აი ამას რომ ავალებენ, აი იმ პატრულის თანამშრომლების დასაცავად გვინდა ჩვენ, მათი ღირსების აღსადგენად გვინდა ჩვენ ეს ცვლილება და ეს ცვლილება მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობაზე იყოს საუბარი. პასუხისმგებლობა გეთანხმებით ეკისრება ორივე მხარეს ნათქვამზე, მაგრამ გაკეთებულზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას პირველ რიგში.
როდესაც მან მიატოვა თავისი მოქალაქეები და ორგანიზებულ ბანდებს ჩაუგდო ხელში სათარეშოდ, აი ამას ვერანაირი ღირსეული მოქალაქე ვერ მოითმენს და ჩვენ დავიცავთ ჩვენ თავს, როგორც დღეს ითქვა, შიშველი ხელებით, ჩვენი სიმართლით და იმედი მაქვს თქვენი მეშვეობით, თქვენი, რომელიც ობიექტურად და მიუკერძოებლად გააშუქებთ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა. გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ ალიანსის საქართველოსათვის თანათავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი. დაგვალოდეთ ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და პირველი თემის შეკითხვებს შოთა მალაშხია უპასუხებს. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა მალაშხია. საღამოშვიდობით ბატონო შოთა. მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. შედგება თუ არა დიალოგი ხელისუფლებასა და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის, ეს არის ის საკითხი, რომელიც დღეს ყველაზე აქტიურად განიხილება. აქციების ორგანიზატორი ოპოზიცია აცხადებს, რომ ისინი მზად არიან შეხვდნენ ხელისუფლებას და მათგან მოისმინონ ხელისუფლების წევრებისგან უშუალოდ ქვეყნის პირველი პირისგან მოისმინონ არგუმენტები თავიანთ მოთხოვნაზე. როგორი იქნება ხელისუფლების არგუმენტები? ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ, არაერთ გზის გაგვიკეთებია ეს განცხადება, მაგრამ უნდა განვასხვაოთ დიალოგი და ულტიმატუმი ერთმანეთისაგან, უნდა განვასხვაოთ დიალოგი ნორმალური ცხოვრების რეჟიმისაგან, ამიტომ ჩვენ ამ თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს ნებისმიერ თემაზე. რისთვისაც ოპოზიცია მოითხოვს დაუშვათ პრეზიდენტის გადადგომას. ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთ, თუ ისინი დაასაბუთებენ, რომ ამ თემაზე აქტუალური რაიმე წინადადებები აქვს, ჩვენთვის ეს მისაღები იქნება, ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ ჩვენი კომიტეტების, კომისიების დონეზე ამ საკითხებს განვიხილავთ, გადავაგზავნით მთავრობაში და მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. მაგრამ მაინც ეს უფრო გავს ამ ეტაპზე ახირებას. ასეთი ფორმულა ჩვენ ადრეც მოგვისმენია, ეს იყო ჯაბას ფორმულა ყველა -1 და მან ძალიან უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანა, თქვენ გახსოვთ 91 წლებში, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ ამის გამეორება ამ ეტაპზე არის დაუშვებელი. კიდევ ხელახალი არეულობა არავის არ აწყობს. ოპოზიციას აქვს თავისი არგუმენტები, თქვენც ეს არაერთხელ მოგისმენიათ, თუნდაც ეთერის საშუალებით და მათაც არაერთხელ უსაუბრიათ ამ საკითხებზე, თუნდაც აგვისტოში განვითარებული მოვლენები და ის შედეგები, რაც მიიღო ქვეყანამ ამ აგრესიის შედეგად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შემდგომში დააყენა ოპოზიციამ პრეზიდენტის გადადგომის საკითხი. ისინი ასევე აცხადებენ იმას, რომ მაგალითად ალიანსი საქართველოსთვის თანათავმჯდომარე გახლდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი და სწორედ მათ ჩაატარეთ სახალხო პლებისციტი და მათი შედეგების მიხედვით გამოკითხულთა უმეტესობამ დაუჭირა მხარი ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რის საფუძველზეც ითხოვს ოპოზიცია ხელისუფლებისგან ჩატარდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები. კი ბატონო, აგვისტის აგრესიასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებრიობას, ევროკავშირს, ეუთოს, გაეროს, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ცალსახა პოზიცია. ეს იყო საქართველოში შეჭრა, ეს იყო ანექსია, ოკუპაცია. ასეთ შემთხვევაში ვერც ერთი ხელისუფალი ამას თავს ვერ დააღწევდა და ის შედეგი, რომელიც დადგა, ეს არის რუსეთის აგრესია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიყენებთ თუ არა ყველა საერთაშორისო ბერკეტს. გითხრან თუ რაიმე ბერკეტი არ არის გამოყენებული ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უკვე ჩემი კომპეტენციის სფეროა, მე არაერთ გზის შემითავაზებია ოპოზიციისთვის, მან მოიტანონ კონკრეტული წინადადებები, რა არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი. სხვა სასამართლოებშია სარჩელები გასაგზავნი, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებია ამაში ჩასართავი, მაგრამ თუ ჩვენი ოპოზიცია აქ მიმდინარე აგრესიას აფასებს იმ რეესტრში, როგორცაც ამ შეფასებას იძლევა რუსეთი და სხვანაირ შეფასებას აძლევს ამერიკა, ევროკავშირი და ეუთო და ასე შემდეგ, ამ საკითხზე ვერ ვიმსჯელებ ჩვენ ოპოზიციასთან, ეს არის გამორიცხული, აქედან გამომდინარე, ალბათ ის რაც მოხდა საქართველოში, ამას თუ ოპოზიცია დაარქმევს თავის სახელს და არ იქნება საუბარი იმაზე, რომ საქართველო არის დამნაშავე ამ ომში და ამას არავინ არ ამბობს გარდა ოპოზიციის ნაწილისა და რუსებისა, აქედან გამომდინარე ამ საკითხზე მსჯელობის და განხილვის არანაირი პრობლემა არ არის თქვენი ეთერის მეშვეობით, დღესაც ვთავაზობ ოპოზიციას, რა თქმა უნდა თუ გახსნიან პარლამენტის კარებს და იქნება მიღწევადობა ამ პარლამენტში, ვისაუბროთ პარლამენტში ამ საკითხებზე. რა საკითხებს თავაზობს ხელისუფლება ოპოზიციას განსახილველად არა პარლამენტში, არამედ იმ შეხვედრაზე, რომელიც შეიძლება შედგეს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ამ ფორმატში საპროტესტო აქციების შემდეგ. ნებისმიერ საკითხს, რომელიც არის გონიურულობის პარკლებში. ანუ ოპოზიციის მოთხოვნა ამბობთ, რომ არ არის გონიურულობის პარკლებში. თუ საუბარია პრეზიდენტის გადაყენებაზე, ეს უფრო ახირებას გავს ვიდრე რეალურ მოთხოვნას, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ
თქვენ თუ ითხოვთ პრეზიდენტის გადადგომას, გითხარით რატო და ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე, ისინი ამ საკითხებისთვის მსჯელობისთვის როგორც ჩანს ამ ეტაპზე მზად არ არიან, ალბათ ჩამოყალიბდებიან, იმიტომ რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. აუყენებენ ხელისუფლებას თავიანთ არგუმენტებზე, შეცდებიან დაუსაბუთონ თუ რატომ არის მათი მოთხოვნა საფუძვლიანი. რა ნაბიჯი უნდა გადადგას ხელისუფლებამ ბატონ შოთა, რომ რეალურად გაუჩნდეს ნდობა ოპოზიციას ხელისუფლების მისამართი და რეალურად წარიმართოს შედეგზე ორიენტირებული დიალოგი. მე არ გულისხმობ მხოლოდ მოწოდებებს ხელისუფლების მხრიდან, მოდით ვისაუბროთ და დიალოგი შედგეს. რეალურ შემოთავაზებას. აი ჩვენ რასაც დღეს ამ ეტაპზე ამ სტუდიაში ვსაუბრობთ, ეს არის რეალობა და მე ვიძლევი გარანტიას ჩემი კოლეგების სახელით. ნებისმიერი პრობლემატური საკითხი. ნებისმიერ კომიტეტში დავუშვათ, ეს ეხება სოციალური უზრუნველყოფის საკითხებს, ამისთვის ჯანდაცვის კომიტეტში. ეს ეხება საფინანსო სტრუქტურებს, ამისთვის შესაბამის საფინანსო კომიტეტში. ეს ეხება სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვას და ასე შემდეგ, შესაბამის კომიტეტებში. დავსვათ საკითხები და გადავწყვიტოთ ამ საკითხების დასმისთვის და გადაწყვეტისთვის არანაირ პრობლემა არ არსებობს პრაქტიკულად. დღეს ამ სტუდიაში ღიად ვსაუბრობთ ამ საუბრებზე და ამ საკითხებზე და ადრეც ასე იყო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ბავშვური ახირების დონეზე, როდესაც უნდა გადადგეს პრეზიდენტი, რომელიც არჩევნები 1 წლის წინ ჩაატარა და მას მისცა ხმა 1,200,000-ზე მეტმა ადამიანმა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს საქართველოში, რომ საკითხები წდება რუსთაველზე, ქუჩაში. მაგრამ ბატონ შოთა, გარდა თავისი მოთხოვნისა, პრეზიდენტის გადადგომისა, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ იმასაც, რომ არის საკითხები, რომელიც აუცილებლად უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლებამ. ასეთ საკითხებზე საუბრობდა ბატონი დავით უსუფაშვილიც ჩვენთან სტუდიაში და ასეთი საკითხების ჩამონათვალი იყო ის 7-პუნქტიანი ინიციატივა, რომელიც 2 დღის წინ წარმოადგინეს საპარლამენტო უმცირესობამ, კერძოდ ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატებმა იყო ჩამონათვალი, რამდენიმე პუნქტი ალბათ თქვენს კარგად იცით და მათ შორის იყო სამართალდამცავ სტრუქტურებზე მონიტორინგის სისტემა, იყო მედიის თავისუფლება, მედია საშუალებების მფლობელის ვინაობის გარკვევა, უზენაეს სასამართლოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომა. რაღაც საკითხებია, რომლის გადაწყვეტა ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ეს იქნება სასამართლოში ჩარევა დაუშვათ იგივე მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. ეს არის შიდა პრობლემა ოჯახის და თუ ეს საკითხი არ გადაწყდა ისე როგორც მათ აწყობთ, არა აქვთ პრობლემა, რომ ეს საკითხი გადაიტანონ საერთაშორისო სასამართლოში სტრასბურგში და იქ არ ყვიონ ვინ არის რეალური მემკვიდრე. ეს არ არის ჩვენი პრობლემა. აი ჩვენ სწორედ მოწადინებული ვართ იმისკენ, რომ იყოს ინსტიტუციონალური ცვლილებები, იყოს თვითონ სისტემა, რომელიც აღარ უზრუნველყოფს შემდეგ უკვე რაიმენაირ გაუგებრობას. ამიტომ ჩვენ მოვიფიქროთ ყველამ ერთად ოპოზიციასთან ერთად რა სისტემა ივარგებს მომავალი 1 წლის განმავლობაში დაახლოებით დანიშნულ არჩევნებზე. მაგრამ ნუ იქნება მათი მხრიდან ისეთი პროგრამა, რომელიც დღეს მაინც და მაინც და ყველაფერი ერთად. ანუ ხელისუფლება გარკვეული ცვლილებების გატარება სისტემურ ცვლილებებს განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, ბატონ შოთა, რაც შედგება ოპოზიციასთან შეხვედრები, თუ მანამდე სანამ ეს დიალოგი დაიწყება. ჩვენ სისტემების განხორციელებას ვაპირებთ ყველა შემთხვევისთვის, ჩვენ გვინდა რომ ამაში იყოს ოპოზიციის ჩართულობა, იმიტომ რომ ეს სისტემები არის გზა დემოკრატიის განვითარებისკენ და ამ აქციებმაც აჩვენა, რომ საკმაოდ შორს წავედით ამ თვალსაზრისით, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია, ორივე მხარეზე უნდა ითქვას, მაგრამ ეს არ არის წყვეტილი პროცესი, ეს არის განვითარებადი პროცესი, ამას სჭირდება სწორედ რეფორმა სასამართლოში, ამისთვის შემოღებული იქნება ნაფიც საჯულთა სისტემა, ამისთვის სხვა ცვლილებები რა არის კონკრეტულად განსახორციელებელი, ამას ჩვენ გვინდა რომ ოპოზიციის ჩართულობის ხარისხებში იყოს. განახლა ამბობთ, კარგა ხნით ადრე იყო წარმოდგენილი და ალბათ ამას ამ შემთხვევაში ოპოზიციასთან დიალოგი ვერ გადაწყვეტს. ერთ რამეს გითხავთ კიდევ და შემდეგ გადავიდეთ ოპოზიციის მიერ წამოყენებულ პრეტენზიებზე ხელისუფლების მისამართით. სისტემურ ცვლილებებს შორის ხელისუფლება განიხილავს თუ არა რეალურ ცვლილებებს, რადიკალურ რეფორმებს, თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებებს და პრეზიდენტის უფლებების რეალურ შეზღუდვას. რა თქმა უნდა, ამაზე არის საუბარი, პარლამენტის ფუნქციების გაზრდა და პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვა ამ თვალსაზრისით, მაგრამ პირადად ჩემთვის მიუღებელია, რომ ეს იყოს საპარლამენტო რესპუბლიკა და მე ამას მხარს არ დაუჭერ ასეთი შემთხვევაში. პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვაზე როდესაც საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში იხსენებენ 2004 წლის თებერვალში განხორციელებულ ცვლილებებს, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილებები კონსტიტუციით ძალიან გაიზარდა. ამ თვალსაზრისით პრობლემა ნამდვილად არ არის, ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხებზე ვისაუბროთ, მაგრამ
თვითონ ოპოზიციურ სპექტრმა თავის შიგნითაც უნდა ჩამოაყალიბოს პრობლემები. აი მაგალითად თქვენ ბრძანეთ აქ ჩვენ წინ იყო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი. ამ ალიანსში, რომელშიც არის რესპუბლიკური პარტია, არის ორი პარტია და ერთი ჯგუფი. და ერთი იანვრის არჩევნებში მხარს უჭერდა მონარქისტულ იდეას, მეორე საპარლამენტოს და ეხლა უკვე საპრეზიდენტოს. ანუ დრო არის თვითონ ეს სამი პარტია მაინც ჩამოყალიბდეს შიგნით ამ ეტაპზე რა სურვილები აქვს და შემდეგ გავითვალისწინოთ. მათ დაუსვით ამ საკითხს შეკითხვა, მათ არაერთხელ გააკეთეს ამაზე განმარტება და მათ ეს ხედვა აქვთ ჩამოყალიბებული ალიანსი საქართველოსთვის წევრებს. ოპოზიციის პრეტენზიებს რაც შეეხება, როდესაც ხელისუფლება საუბრობს, რომ საფროტესტო აქციები არის დამადასტურებელი დემოკრატიული პროცესებისა, ოპოზიცია საუბრობს ტერორზე და მისი მხარდამჭერების მიმართ ზეწოლაზე. კერძოდ არაერთი ფაქტი დაასახელეს ამ ხნის განმავლობაში, მერვე დღეა მიმდინარეობს საფროტესტო აქციები, როდესაც ოპოზიციის აქტივისტებზე, ამ აქციის მონაწილეებზე მოხდა ფიზიკური ზეწოლა და რამდენიმე მათგანი მოხდა დაზიანებებით საავადმყოფოშიც კი. ძირითადი პრეტენზიები, რაც არის ხელისუფლების მისამართით, არის ის, რომ რატომ არ იცავს ასეთ შემთხვევაში წესრიგს ქუჩებში საპატრულო პოლიცია. პირველ რიგში სამწუხაროა, რომ ადამიანები მოხვდნენ საავადმყოფოში ნამდვილად, მაგრამ მე დაგისახელებთ მათი ლიდერის გამონათქვამებს, დაუშვათ სამს მაინც. პირველ შემთხვევაში გაჩეჩილაძე საუბრობდა, რომ იმ პირებზე, რომლებიც ხშირად ჩანან ტელეეკრანების წინაშე, უნდა იყოს გარკვეული წნეხი და შემდეგ დაასუსტა მორალური წნეხი. მეორე სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა, რომ პრეს-ცენტრი არის იქვე ახლოს, იქ დადის უკვე პიროვნებებზე იყო საუბარი ბარამიძე და ბოკერია და ისინი ეს თავისუფლად იქ არ უნდა შედიოდნენ. მესამე პიროვნება კონსტანტინე გამსახურდია საუბრობდა, რომ პარლამენტის ყველა შესასვლელი უნდა დაიგმანოს და იქ ვირთხები არ უნდა შევიდნენ, ეს ლაპარაკი არჩეულ პარლამენტარებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც აქ მუშაობენ. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მსგავს კი არა, მიმსგავსებულ შემთხვევას მაინც, როდესაც ჩვენი რომელიმე ლიდერი ამ დაგვარენაზე საუბრობდა ოპოზიციის მიმართ. როგორ აღიქვავს ამას იქ მდგომი ხალხი, ეს კიდე საინტერესოა. და გარდა ამისა, თქვენ გახსოვთ ამ აქციების დროს ჩვეულებრივი მოქალაქეები ზარალდებიან გადაადგილების დროს. მე ვნახე სიუჟეტი, როდესაც ქალბატონი გადაადგილდებოდა, უნდა ენახა თავისი ავადმყოფი შვილი, ის არ გაუშვეს. და მაშინ ამ ქალბატონის მიმართ საკმაოდ უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდნენ მას. მე ვერ გეტყვით მისი მეუღლე, მისი ძმა რა რეაქცია ექნება მას ამ მოსმენილი კადრების შემდეგ. მოდით ამ მიმართულებითაც გადავდგათ ნაბიჯი. სწორედ ამიტომ ბატონიშოთა არ უნდა იყვნენ სამართალდამცავი სტრუქტურები ასეთ შემთხვევაში აქტიურები, რომ მომიტინგეებსა და ქუჩაში ავტომანქანით მოძრავ მოქალაქეებს შორის არ მოხდეს დაპირისპირება და წესრიგი იყოს ქუჩაში, როდესაც არის პიკეტი და ოპოზიცია მართავს აქციებს. ჩვენ მაქსიმალურად გავერიდეთ ამ მდგომარეობას. თქვენ გახსოვთ, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულება იყო მხოლოდ შიგნიდან დაცული. პარლამენტში შევაჩერეთ მუშაობა და შევაფერხეთ იმისთვის, რომ არ ყოფილიყო სადმე მაინც შეხება და დაძაბულობის კერა. თუ ამას მოითხოვს ოპოზიცია, მაშინ შევთანხმდეთ რა ფარგლებში არის ეს საჭირო, ჩვენ შემოვიფარგლეთ მხოლოდ ვიდეო კამერებით. პოლიციის მიერ ქუჩაში მუშაობა და დამყარება წესრიგის ეს ოპოზიციის მხრიდან აღიქმება გამოწვევად ბატონიშოთა. თუ ამას ოპოზიცია დათანხმდება დაატოვებს აი მაგალითად ის აქცია, რომელიც დღეს მიდის რუსთაველის პროსპექტზე და როდესაც იქ მოსახლეობა აქციის მონაწილეები არ არის იმ რაოდენობის, რომელიც გზას უნდა კეტავდეს და ეს გზა არის გადაკეტილი, ასეთ შემთხვევაში ეს არის კანონის დარღვევა. რა ვქნათ ახლა ჩვენ, რო გავხსნათ ეს გზა, თქვენ წარმოიდგინეთ რამე აქცია მოყვება ამას. ისინი იტყვიან, აი ჩვენ გვარბევენ, ჩვენს მიმართ ძალადობას ხმარობენ და ასე შემდეგ. ანუ ის ადამიანები, რომლებიც ღებავენ შესასვლელებს, სხვადასხვა საღებავებით და ასე ესეც არის კანონის დარღვევა. მოდით სრულ სიღრმეზე, სიგანეზე ვითანამშრომლოთ ამ სამართალდამცავ ორგანოებთან, ის ადამიანები წარმოვადგინოთ, რომლებიც კეტავს ამ გზას, რომელიც იქცევა კანონგარეშე და ასე შემდეგ და ყველა მოვაქციოთ სამართლებრივ ჩარჩოში და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ იქნება, საპატრულო სამსახური შეასრულებს თავიანთ ფუნქციას და დასუფთავების სამსახური შეასრულებს თავის ფუნქციას. და შიდა პოლიტიკური პროცესებიდან კიდე შემდეგ, შიდა პოლიტიკური პროცესების განხილვის შემდეგ კიდევ რამდენიმე კითხვა საგარეო პოლიტიკაზე და გარე საფრთხეებზე. აქტიურად მიმდინარეობს საუბარი და ჩანს აშკარა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვაო აკვატორიაში მიმდინარეობს მობილიზება რუსული სამხედრო ძალების, რამდენად რეალურია დღეს განმეორებითი აგრესიის შესაძლებლობაზე საუბარი. ეს არის რუსეთის სურვილი, რადგან მან ვერ შეასრულა ის ფუნქცია,
და ვერ დაშალა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, პირიქით საქართველოს მიიღო უზარმაზარი მხარდაჭერა და ამის რეალიზებას ჟენევის ფორმატში გაეროს დონეზე ევროკავშირში ჩვენ ვახერხებთ და ეს რეალურ შედეგს გამოიღებს. Am თვალსაზრისით რუსეთი არის საკმაოდ გაღეზიანებული იმ წვრთნების გამოც, რომელიც მაისში უნდა დაიწყოს, რადგან ნატომ კი არ მიატოვა საქართველოს, არამედ პირიქით მასთან მჭიდრო ურთიერთობაზე გადავიდა, ეს ხადია აღეზიანებს, მათ იციან, რომ ეს სახელმწიფო იქნება რუსეთის დემოკრატიული ძალებისთვის მისაბაძი სახელმწიფო, რაც რეალურად პერსპექტივაში ალბათ რუსეთს სერიოზულ პრობლემებს გაუჩენს შიგნით სახელმწიფოში, შეიძლება ეს მის სრულ დაშლამდეც მივიდეს, არ არის ეს ჩვენი პრობლემა, მაგრამ რეალურად ეს არის. აქედან გამომდინარე, მას არ უნდა წარმატებული საქართველოს ნახვა, მაგრამ მისი შესაძლებლობებიც ამ ეტაპზე არის საკმაოდ შეზღუდული. მას არ აქვს ის რესურსი, რომელიც ჰქონდა აგვისტოში, საერთაშორისო საზოგადოებრიობა ინფორმირებულია და ისინი ფიზიკურად იმყოფებიან საქართველოში, ამიტომ ისინი ვერ გაბედავენ ხელახალი აგრესიის განხორციელებას. თუმცა საერთაშორისო წარმომადგენლებს ყოფნებ საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებულ რეგიონებში ბევრი ვერაფერი შეცვალა, მე დაუბრუნდები ისევ კითხვას განმეორებითი აგრესიის შესაძლებლობა რამდენად რეალურია თუ გავითვალისწინებთ იმასაც იმ განცხადებასაც რაც ცოტა ხნის წინ გააკეთა ლავროვმა და მან ალბათ თქვენს კარგად გახსოვთ განაცხადა რომ საქართველოს რომ ყოფილიყო ნატოს წევრი ალბათ რთული წარმოსადგენია რა შეიძლება ამას მოყოლა და იმიტომ რომ აგვისტოს მოვლენები მაინც მოხდებოდა ასეთი განცხადებების გათვალისწინებით მიუხედავად საქართველოსადმი საერთაშორისო მხარდაჭერისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნისა არ არის საფრთხე რეალური ბატონ შოთა სურვილია, მაგრამ საფრთხე არ არის რეალური, ჩვენ შეგვიძლია ამ პროცესებს ამ ეტაპზე გავუმკლავდეთ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მივიღოთ ის შედეგი, რომელიც მისაღები იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის. Აი სწორედ ლავროვის ეს განცხადება და რუსეთის პრეზიდენტის და პრემიერის განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ისჯება სწორედ იმ ღირებულებებისთვის, რისთვისაც ის მიისწრაფის და რომელიც მისაღებია მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის. აქედან გამომდინარე ამ პროცესებს ჩვენ გავაგრძელებთ და მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც ჭირდება საქართველოს მოსახლეობას, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლდათ დროებითი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ჩვენ განვაგრძობთ გადაცემას სამხედრო ძალის მობილიზება და მოსალოდნელი აგრესია გაერთიანდება თუ არა პოლიტიკური სპექტრის შესაძლო საფრთხის წინააღმდეგ. საქართველოს დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე საგანგებო მიმართვას ავრცელებს და პოლიტიკოსებს საფრთხის სრულად გაცნობიერებას ურჩევს. რამდენიმე წუთში პირველი თემის შეკითხვის მიმართვის ავტორი უპასუხებს დაგველოდეთ. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია ჩვენი გადაცემის მესამე ნაწილის სტუმარი გახლავთ ფრაქცია ძლიერი საქართველოს თავმჯდომარე გია თორთლაძე. გია თორთლაძე პირდაპირ ეთერში უპასუხებს პირველი თემის შეკითხვას ბატონ გია საღამოშვიდობის. საღამოშვიდობის. ბატონ გია თქვენი დღევანდელი მიმართვა საქართველოს წინააღმდეგ მოსალოდნელ აგრესიაზე, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ანექსიას აპირებს. რა გაძლევთ დღეს ასეთი დასკვნის და ამ ფორმულირების საფუძველს? ესე იგი მე პირდაპირ ასე ღიად არ მithქვავს რომ რუსეთი ნამდვილად აპირებს ამას, მაგრამ საბაბი შეიძლება გამოძებნონ ნებისმიერ შემთხვევაში მე პირდაპირ გეტყვით რომ როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეინიშნება რამოდენიმე ადგილას ასე ვთქვათ ჯავშან ტექნიკის კონცენტრირება, როდესაც შეინიშნება ცოცხალი ძალის შეყვანა ძალიან დიდი რაოდენობით, როდესაც ვხედავთ რომ საზღვაო აკვატორიაში ჩვენ საზღვაო აკვატორიაში რამოდენიმე სამხედრო გემი აღმოჩნდა, როდესაც ჩვენ ვხედავთ რომ სამხედრო კორესპონდენტები შეიყვანეს და რამოდენიმე გემი კიდე გზაში ავკაცრა. როდესაც ვხედავთ რომ ასობით სამხედრო კორესპონდენტები, ეს არ არის ჩვეულებრივი ჟურნალისტები, შეყვანილი არიან ტერიტორიაზე, საზენიტო სარაკეტო დანადგარები შეიტანეს, სადესანტო რაზმები შეიყვანეს. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ მონაცემებით საბოლოოდ ჩანს, რომ გასამაგდა იქ შეერაღებული ძალების რაოდენობა და ტექნიკის რაოდენობა. მეტი რა უნდა ვფიქროთ ამ შემთხვევაში, ასევე იყო დაახლოებით აგვისტოს მოვლენებამდე, როდესაც შეინიშნებოდა თავმოყრა შეერაღებული ძალების შავშან ტექნიკის და ყველა მისი ატრიბუტიკის. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენელმა ჩვენ სტუდიაში განაცხადა, რომ ეს მიუთითებს რუსეთის სურვილზე და არა რეალურ საფრთხეზე საქართველოსთვის. მე ხა იცით რა, მე ძალიან მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა, არც კამათს არ ვაპირებ, მე ვიცი ერთი რამ, რომ აგვისტოს მოვლენების წინ სწორედ ასეთი რამ შეინიშნებოდა ჩრდილო კავკასიაში ან რუკის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე. მე შემიძლია გითხრათ, რომ უამრავი რაოდენობის ჯარი და ტექნიკა შეყვანილი იქნა ცხინვალის რეგიონში უშუალოდ 7 და 8 აგვისტომდე
ამიტომ მე ყველაფერი ეს მაეჭვებს ძალიან და რუსეთს დიდად არ მოეკითხება ეხლა ჭკუა და იმ ფონზე ყველაფრის, როდესაც აკეთებს ლავროვი განცხადებას, აკეთებს მედვედევი განცხადებას, აკეთებს, ну, ეხლა ჟირინოვსკის პოლიტიკოსებზე არ ვსაუბრობ, ისინი მუდმივად ასეთ განცხადებას აკეთებენ, ძალიან მწვავე განცხადებები ისმის. და ის ცდილობა რომ პროვოკატორები შემოეშვათ საქართველოში, ეს როგორც არის ნაში, რომელიც ფინანსდება კრემლიდან და თეთრი დროშა უნდა გადაეფარებიათ თურმე მიტინგი, თეთრი დროშა გადააფარონ 58 არმიას და ფსკოვის დივიზიებს და გაიყვანონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე. თქვენი დღევანდელი განცხადება, ჩვენი ქმედებებით ხელი არ უნდა შევუწყოთ სახელმწიფოს დაშლის მცდელობას. რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში? ეს არის მინიშნება შიდა პოლიტიკურ პროცესებზე? რა თქმა უნდა, შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ქალბატონო, თუ შეიძლება ესე იგი ერთი რამე მინდა გთხოვოთ. უბრალოდ მე არ მომეცა საშუალება, მე კი უსმენდი, მაგრამ არ მომეცა საშუალება ჩავთოდი დიალოგში და ბატონ დავითისთვის რაღაც ერთი-ორი სიტყვა მე თქვა მინდა თუმცა. იმიტომ რომ თქვენი ჩართვა გადაცემის დასკვნითაც იყო გათვალისწინებული. გასაგებია, ბუნებრივია, ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ მე მინდა მაინც მე ვფიქრობ რომ ის ალბათ მისმენს ან თუ არა მას გადასცემენ. მე მინდა ვკითხო, როდესაც 1992 წლის შემდგომ, როდესაც საქართველოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, ვინ აიღო მაშინ ამ გადატრიალების შემდგომ პასუხისმგებლობა? მე მახსოვს რომ როდესაც სახელმწიფო მეთაურად ჩამოვიდა და დაჯდა შევარდნაძე 92-94 წლების მანძილზე სახელმწიფო მრჩეველი, მისი სახელმწიფო მრჩეველი გახლავთ სწორედ დავით უსუფაშვილი. და სწორედ ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს უკუაგდო და გადადო გვერდზე 78 წლის კონსტიტუცია, სადაც აბსოლუტურად გაწერილი იყო ტერიტორიული მთლიანობა საქართველოსი და მიიღო 21 წლის კონსტიტუცია, სადაც დამუშავებული არ იყო ბოლომდე აფხაზეთის საკითხი და აფხაზეთი აღმოჩნდა ვაკუუმში, კონსტიტუციურ ვაკუუმში და სწორედ ეს იყო საბაბი იმისთვის, რომ მე აზიმბას გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა. აი ვინ იყო მაშინ პასუხისმგებელი? მრჩეველი, მე როდესაც ბატონი დავითი იყო მრჩეველი. როდესაც ბატონი დავითი საუბრობს, ეხლა მე ბატონი დავითი არ არის ჩვენი გადაცემის გასაგებია, მაგრამ არ შემიძლია მე ხარ მომეცემა სხვა დროს საშუალება რომ მე ერთად მოხვდეთ ან არ ვიცი ოდის მომეცემა ამ შესაძლებლობა. მე მინდა უბრალოდ კიდევ ერთ შევახსენო უბრალოდ ყველას რომ ბატონი დავითი როდესაც საუბრობს გაყალბებულ არჩევნებზე, სწორედ აი ამ პერიოდში, როდესაც მე ხარ ვასახელებ, ის გახდათ CSKO-ს იურიდიული განყოფილების გამგე. მაგ დროს კარგად ტარდებოდა არჩევნები, მაინტერესებს და რატომ მაშინ არ გამოითქვებოდა პროტესტი? რატომ მაშინ არ გამოითქვებოდა პროტესტი შევარდნაძის გადადგომასთან დაკავშირებით? როდესაც მიტინგები იხვრიტებოდა საქართველოში, როდესაც ყალბდებოდა არჩევნები და საერთოდ არჩევნები ტარდებოდა ავტომატების ქვეშ. აი მაშინ, როდესაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ხარ, არ უნდა კომიტეტის კი იურიდიული განყოფილების CSKO-ში, ან უნდა გადადგე და ან უნდა არ მომოაწერო იმ დასკვნებზე ხელი არ ბატონგია, თუ შეიძლება ბატონი დავით არ არის ჩვენი გადაცემის სტუმარი, თქვენ გასაგებია თქვენი პოზიცია იმედია მოგეცემათ შესაძლებლობა თქვენს და ბატონ დავით უსუფაშვილს ისაუბროთ ამ საკითხზე, თუნდაც პირდაპირ ეთერში. მე დავუბრუნდები ისევ თქვენს დღევანდელ მიმართვას, დადგა დრო, როცა მთელი ერთადერთი იდეის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის შესაჩერებლად უნდა გაერთიანდეს. როგორ წარმოგიდგენიათ ეს გაერთიანება? საკმარისია ამისათვის მხოლოდ თქვენი მიმართვის პათოსის გაზიარება და ამ მიმართვაზე ხელმოწერა ბატონგია? მე სხვათა შორის არ მithქვამს რომ ჩვენ მარტო მიმართვით შემოვიფარგლებოდით, აქვე წერია ძალიან გარკვეული ჩვენ მიმართვაში. რომ უნდა შემუშავდეს სასწრაფო დოკუმენტი, ჩვენ ასეთი დოკუმენტი შევიმუშავეთ და ეს დოკუმენტი დევს NDA-ში, მე შემიძლია ხო წაგიკითხო, ძალიან მოკლე დოკუმენტია სხვათა შორის და აქ არავით არის ასე ვთქვათ ორაზროვანი გამონათქვამები არ არის, აი წერია პირდაპირ რომ ჩვენ პოლიტიკური გაერთიანებები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოვხატავთ რა უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო შენაერთების კონცენტრაციასთან დაკავშირებით, კერძოდ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე დაფიქსირებულია ძირითადი რაოდენობის ჯავშანი ტექნიკის, ცოცხალი ძალის, სარაკეტო საზეიმო დაამგარების სამხედრო კორესპონდენტების შემოდინება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. აგრეთვე ხდება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის აკვატორიაში დამატებითი რუსული სამხედრო გემების თავმოყრა. ყოველი ამის ფონზე განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსეთის ფედერაციის მაღალი რანგის მოხელეებისა და ხელისუფლების უმაღლეს პირთა აგრესიული განცხადებები და პირდაპირ იმუქარების შემდგომი სამხედრო ინტერვენციის შესახებ. და მე ვამთავრებთ ესე, ჩვენ პოლიტიკური გაერთიანებები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოგმართავთ ხოვნით აქტიურად ჩაერთოთ და გამოიყენოთ ყველა პოლიტიკური ბერკეტი, რათა თავიდან იქნას აცილებული ფართომასშტაბიანი აგრესია რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ბატონგია, ასეთ საფრთხეს ეს მიმართვა არის, ეს მიმართვა გაეგზავნება 2 დღის განმავლობაში ესიდება NDA-ის ინსტიტუტში, პროცეს ქუჩა ნომერ 6-ში და ეს მიმართვა გაეგზავნება
ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს და იმ საფრთხეზე, რომელზეც კიდევ ჩვენი მეგობარი ქვეყნების თავრობის. ამიტომ ამას უკვე მოაწერა დაახლოებით 7 პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ხელი, მათ შორის ის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია. მე ვფიქრობ, რომ 2 დღე კიდევ არის დრო და მე ეს დოკუმენტი გადაეგზავნება შესაბამის ორგანიზაციას. ბატონო, ამ საფრთხეზე თქვენ საუბრობთ. ბატონო, თუ შეიძლება. ამ საფრთხეებს, რა საფრთხეებზე საუბრობთ? რამდენად გაანეიტრალებს თუნდაც პოლიტიკური ძალებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთიანობა? მე ვფიქრობ, როდესაც ქვეყანაში ერთსულოვნება არის რაღაც საკითხის მიმართ, როდესაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები აფიქსირებენ და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციები აფიქსირებენ ამას და გზავნიან ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელსაც მე ჩამოთვალე და შესაბამისად მეგობარი მთავრობებში, მეგობარი ქვეყნების მთავრობებში, მე ვფიქრობ, მათ ეხნებათ ხელი იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, გამოიყენონ თავიანთი ურთიერთობები, თავიანთი ბერკეტები, ეს პოლიტიკური ბერკეტებზე რა თქმა უნდა საუბარი და საკითხი დადგეს ღიად და ძალიან მწვავედ, რომ რუსეთმა ახსნა განმარტება მიცეს შესაბამის ორგანოებს, შესაბამის ასე ვთქვათ ორგანიზაციებს, შესაბამის ქვეყნებს, რატომ ხდება კონცენტრაცია შეერაღებული ასეთი ძალებისა და რატომ ხდება სადესანტო რაზმების შემოდინება და მათ შორის მე ვიმეორებ, ეს არის დახურული ინფორმაცია, სხვათა ამას ღიად არავინ არ ამბობს, მაგრამ არსებობს ინფორმაცია კავკას პრესზე, ასეთი საიტი არსებობს, სადაც დევს ინფორმაცია, რომ რამოდენიმე ასეული სამხედრო კორესპონდენტები არიან. ეს არ არის ჩვეულებრივი ჟურნალისტები, ეს არიან კორესპონდენტები, რომლებიც არიან კარგად აღჭურვილები და იღებენ სამხედრო მოქმედებებს. ბატონო, და ბოლოს თქვენ განაცხადეთ, რომ 2 დღის განმავლობაში იქნება ეს NDI-ის ოფისში და შეიძლება ყველა პარტიას ხელის მოწერა მოელით თუ არა, რომ თქვენს მიმართვა შეუერთდებიან არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალები. მე არ მგონია, რომ ეხლა რაღაც ისეთ განსაკუთრებულს თხოვლობდეთ ჩვენ, რომ რომელიმე ასე ვთქვათ პოლიტიკური პარტიის ინტერესში ეს არ იყოს. მე ვფიქრობ, ეს მათ ინტერესშიც უნდა იყოს ისევე როგორც ყველა თითოეული ადამიანის. ამიტომ ჩვენ მათ მესიჯებიც გაუგზავნეთ, გარდა იმისა, რომ ტელევიზიით მივმართეთ, მესიჯები გაუგზავნეთ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს და იციან ამის შესახებ, ასე რომ გამოჩნდება ეხლა ვინ მოაწერს ხელს, ვინ არა. მე ერთი რამ მინდა კიდე გითხრათ ქალბატონო იმის შესახებ, რომ ესე იგი ძალიან საინტერესო ლიტერატურა ჩამივარდა ამ ბოლო ხანებში ხელში, არსებობს ასეთი წიგნი დიპლომატიის ისტორია, რომელიც 1945 წელშია გამოცემული. და მე ვფიქრობ, რომ ეს მეთოდები რაც აქ არის, ახლა მე გეტყვით 2 სიტყვით ზუსტად ამ მეთოდებზე, ეს მეთოდები უფრო დაიხვეწა მას შემდეგ KGB-ს სხვა განყოფილებებში და ნუ თავისთავად FSB-შიც მერე და მე გეტყვით პირდაპირ აი აქ არის უზარმაზარი ნაწილი, მიზღვნილი და თავები არის პირდაპირ და სათაურებს წაგიკითხავთ უბრალოდ თავებს და მიხვდებით როგორ მუშაობს რუსეთი და საერთოდ როგორ ამზადებენ ხოლმე. ძალიან მოკლედ მინდა გთხოვოთ ბატონო გიორგი, რომ უნდა დავასრულოთ გადაცემა. ახლა ვეკეთქვით და ნუ მე ყველაზე ცოტა დრო დამითმეთ რატომღაცა ძალიან ცუდია ასეთი რამ, იმიტომ რომ მე მინდოდა რაღაც მეტი მეთქვა, მაგრამ არა უშავს, ახლა მე წაგიკითხავ ძალიან მოკლედ. ესე იგი პირველი თავი ეძღვნება აგრესია შენიღბული თავდაცვის მოტივებით. ასეთი რამ პირდაპირ დამუშავებული აქვს როგორ უნდა მოხდეს ეს. აგრესორის მიერ შიდას დაპირისპირების შექმნა და გამოყენება სასურველ ქვეყანაში. ეს თავებია პირდაპირ და ინსტრუქტაჟებია როგორ უნდა ჩატარდეს. სასურველ ქვეყნებში აგრესორის მიერ ნაციონალური უთანხმოების გამოყენება, ეს ცალკე თავია კიდე. დამატებითი ესე იგი დაპყრობითი გეგმების შენიღბვა იდეოლოგიური მოსაზრებით აგრესორების მიერ. და მცირეერების საბაბის გამოყენება სასურველ ქვეყანაზე აგრესიის განსახორციელებლად. ეს 45 წელში დაიწერა, გესმით თქვენ? და მას მერე ეს კიდევ უფრო დაიხვეწა, კიდევ უფრო ასე ვთქვათ, ხელმიუწვდომელი გახდა ეს ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის, ეს არც მაშინ იქნებოდა მე მგონი ხელმისაწვდომი და ამ მეთოდიკას რუსეთი ძალიან კარგად იყენებს, მათ ძალიან კარგად გამოიყენეს ეს ფინეთის წინააღმდეგ, ძალიან კარგად გამოიყენეს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, მათ შორის ავღანეთი და ჩეხოსლოვაკიის და უნგრეთის და ასე შემდეგ და ასე. ამიტომ აფერი არ გაგვიკვირდეს ჩვენ რუსეთი რა არის გასაოცარი, რომ დღეს რუსეთმა გამოიყენოს საქართველოში პროცესების შიდა დაძაბვა, შიდა ესკალაცია, არალობა, რა არის ამაში გაუგებარი. ამიტომ მე ხო და ერთ რამეს კიდე დავამატებ. მე ჩემი მოლოდინი, მე როდესაც ვამბობდი, თუ გახსოვთ თქვენ ვამბობდით, თქვენ გადაცემაში ვიყავ, ესა თქვი რომ მე მიტინგზე არ მიდივარ, ამიტომ და ერთ-ერთი მიზეზი მე დავასახელე რომ მოთხოვნებში არ არის რუსეთის აგრესიის დაგმობა და მათი გასვლა და 9 იანვარს, ისა 9 აპრილს, როდესაც რომელიც დღეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელიც დღესაც საქართველოს თხოვა დამოუკიდებლობას და ჩვენი ახალგაზრდები და ჩვენი ქალები დახოცეს ამის გამო. ამ დღეს შეიძლება მიტინგის გამართვა ისე რომ სხვა მოთხოვნებთან ერთად ერთ-ერთი მთავარი და ცენტრალური მოთხოვნა ამდენ პოლიტიკურ პარტიას, ამდენ პოლიტიკურ ლიდერს არ ქონოდა
ის რომ დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შენარჩუნებმა და რუსეთის საფუძვლად. ეს არის ჩემთვის მიუღებელი. აი ეს მე უბრალოდ ეხა კიდე მინდა კონსტატირება მოახდინო, უბრალოდ მე ხო მანამდე ვსაუბრობდი რომ მოთხოვნაში ეს არ იყო, მაგრამ ეხლა რეალურადაც არ მოხდა ასეთი რამ. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, როგორ შეიძლება შეიკრიბოს მიტინგი, შეიკრიბოს ამდენი ლიდერი და არც ერთხელ არ ახსენონ რუსეთის აგრესია 9 აპრილის განხორციელებული და საერთოდ არ ახსენონ რომ აგერ ოკუპირებული ტერიტორიებია, აგერ განა რუსები 40 დიდი მადლობა ბატონგია, უნდა დავასრულოთ გადაცემა. და ბოლოს ერთი დავამთავრებ. ძალიან მოკლედ ბატონგია. კი ბატონო, მე დავასრულებ. აი ეს დოკუმენტი რომელიც ჩვენ შევქმნით და უკვე რამოდენიმე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა ხელი, ეს დოკუმენტი 2 დღის განმავლობაში დავა. მე ვფიქრობ, ეს არის დოკუმენტი, რომ ხა წაგიკითხეთ ცოტა ხნის წინ, ამას რომელსაც უნდა მოეწეროს ხელი და ჩვენ ყველანაირი პრევენცია უნდა პრევენციული ზომებს მიმართოთ იმისთვის, რომ რუსეთმა ასეთი რამ არ გაბედოს და შიდა პროცესები მე დარწმუნებული ვარ, დიალოგის გზით იქნება თუ ასე ვთქვათ, სხვა რამე ხერხებით, მე არ ვიცი, რა ხერხები არსებობს კიდე უნდა დარეგულირდეს. ბატონგია, ძალიან დიდი მადლობა. ამჯერად ნამდვილად არ გავიზიარებ თქვენს შენიშვნას ნაკლები დროის დათმობასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველი თემის შეკითხვას პირდაპირ ეთერში გია თორთლაძე პასუხობდა. ჩვენი გადაცემა დღესამით დასრულებულია. მე მომდევნო კვირამდე, კერძოდ სამშაბათამდე გემშვიდობებით. წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მომავალ შეხვედრამდე.